მამუკა ცინცაძე, აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო, შორი გზაა ხო იქიდან? დიახ. ხო. საკუთარ დაუბრელი მოგესალმებით ბატონო მამუკა. თქვენ გაისაუბრებით ბატონო გიორგი თუ პირდაპირ ჩვენ გადავიდეთ. დიახ. თქვენ ანკეტას გადავხედეთ. და საინტერესო ჰობი გაქვთ. მაკეტები და ხეზე მუშაობა. და ხეზე მუშაობა რთული არა ზისრო შემოხვიდეთ და ხესთან მუშაობა უნდა დამეწერა. ხესთან მუშაობა. ნუ შეგვიძლია დავიწყოთ. შეგვიძლია. მე უბრალოდ წესები მინდა აგიხსნა. წესები ძალიან მარტივია. 5 წუთია. თუ თქვენ წარმატებით დაამთავრებთ პირველ წუთს, მოიგებთ 50 ლარს. თუ მეორე წუთსაც წარმატებით დაამთავრებთ, მოიგებთ 100 ლარს. მესამე წუთს 200 ლარს, მეოთხე წუთს 400 ლარს და მეხუთე წუთს 1000 ლარს. ჩვენიერი 1000 ლარი გასულა აქედან არაერთხელ, ასე რომ მეც გისურვებთ, რომ თქვენ ერთ-ერთი ის ადამიანი იყოთ, ვინც ესე 1000 ლარით წახვალთ. წესები მარტივია, გასაგებია, დავიწყოთ. მაშასე 1, 2 და 3. ერთ-ერთი ოჯახური სცენა, სადაც სანთელი ანთებული და შუქი მოვიდა ძველი დროა. და სანთელი უნდა ჩააქროს ოჯახმა რა. და ოჯახის მამა, რუჟა ისეთი რა, ესეთი რუჟა. მივიდა სანთელი და უბერავს ძევით, არ ჩააქროს, ვერ ჩააქროს. არ გამოდის არაფერი. კაცო მოვდი. და ცოლი ყავს. თეთრია. ია, თოია. გამოდი კატოაკი, გამოდი აქ. ეთოაქ სანთელი. ია. ეს ქარი თუ ვერავს. გამოდი შენი დედა. გამოდი აქ დახოცად. ვაი, კატო ვათალე. კატო. აჩაიწირე ახლა. ივალი გონდა ძალიან მაგ შიდა შეცინება ქონდა. კი. შიგნით შეიცინე. ხო. შეგრიდა. განსაერად შეიცინე. მაგრამ გაიცინა. ასე რომ საჭმელს აკლდება ნელ-ნელა რაოდენობა მომავალში. არა უშიერი ერთი დღე თქვენი ხათრით არა. შვენიერი, თქვენ მოიგეთ 50 ლარი, გილოცავთ, აპლოდისმენტები. შვენიერი დასაწყისია. მე უნდა კითხოთ, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ და წაიღოთ ეს 50 ლარი, შეგიძლიათ გააგრძელოთ თამაში და იბრძოლოთ 100 ლარისათვის. რას ვიზავთ? აუცილებლად ვაგრძელებ. გავრისკავთ. შვენიერი, მაშინ 1, 2 და 3. მამა, როჟა ისე ვაგრძელებ. კაკალი ესეთი არ გამოდის არაფერი. გამოდი და აი კაცო მასალა და შვილი ყავთ რა, შვილი ესეთი როჟა. აკეთ უბერა. მიადგა. მამა, მაცალე რა მამა. მაცალე რა მამა. ხო დახოცად გამოდის, დახოცად. ოი, შვილი, მაცალე ეჩავაკაზე. მამა, მაცალე. არ გამოდის არაფერი და გოგო ყავთ ბუტკუნა მსუქანი და მაგარი ოჯახია. ძალიან მაგარი ოჯახია და აი ეს რა ვიცი მე მაგ მაგარი კაცი ემუქრება და დაგხოცავთ. აბა რაზე გაგვეცინა? გოგო მოვლენები გადააიღო. მე კიდე ყავთ ვიღაც ალბათ სახში ასე. ჯერ სადახარე ხა იწყება ჩამონათვალი. გილოცავთ, თქვენ უკვე 100 ლარი გაქვთ. შვენიერი იმედია ეს ამბავი გრძელდება, ხო? ეს ულამაზესი ოჯახის ამბავი. კი ბატონო. კარგით, მაშინ ვაგრძელებთ თუ წყვეთ თამაშს? ვაგრძელებთ. შვენიერი, მესამე წუთი 200 ლარი, 1, 2 და 3. მივიდა ის მამისი, იგინება, არაფერი არ გამოდის, ზევით უბერავს. ხალი. ქეთი ვერავს, შვილი, ახეთ უბერავს. გოგო. ვაფშე ვერ უბერავს და ერთი მოახლეყავთ, ერთი ესეთი როჟა. მივიდა. გააგრძელა გზა. ვერ გავაცი. თქვენ დრო გააქვთ, შეგიძლიათ გააგრძელოთ. მაქვს მეორე მონოლოგი, რას თქმა უნდა დავიწყოთ. გასვენება. ეს ნამდვილი ამბავია გურიაში. მირონისე ცინცაძე მოვკვდა, გარდაიცვალა და მოვიდა სხვა სოფლიდან, მისი ახლობელი და მოტირის გზაზე და მოდის და შემოვიდა და ტირის. ესე იგი, ძაღს უძახინ გურიაში, ეცი ძაღლო. ქათამს უძახინ, აქში ქათამო. ეს ქალი მოდის, აწი ვინ აიძახებს, აქში ეციო.
ბოლოს იღებავ მე ნამდვილი ამბავი. ბექა შენ ატეხე ნიკოლოზი. ეხა ბექამ მომიწევს მეც დღეს. ბექა რა გაგეცი? აი ბოლოს იყო ის რა. ისტორიას ხომერჩი და ეს იყო რაღაც ისეთი რამაც გამაჩნია. აი ამასობაში ჭირის 200 ლარი უკვე თქვენია. გილოცავთ აპლოდისმენტები. მე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 10 წამი იყო დარჩენილი. ნუ შეიძლება ითქვას, რომ გადავრჩით. აგძელებთ თამაშს წინ 400 ლარია. წვეტა. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. იქნებდა 400. არა? ნუ მაშინ აპლოდისმენტები. დახედე საკუთრებას. მოგდამდით ესე ეცად 200 ლარი მიიღეთ. თქვენ და ვინ გარდაიცვალა იქა? ირონის ეთნიკა. ჩემთვის არ უნდა გამოგეპარებინა. მე ახლა არ უნდა გებულობდე. აპლოდისმენტები. ძალიან დიდი მადლობა. კარგად გამდებული. ეს იყოს განიავდე. უფრო მეცველოდი ჩემი თავისგან, მაგრამ მოყოფილი არ ვარ. რა ვიცი რა უნდა გითხრათ.